ესე იგი ჯგუფი ტატუს ეს კლიპი იასაშლასუმა, ანუ მე გავგიჟდი, ანუ ჭკუიდან შევიშალე. გამოვიდა 2000-იანების დასაწყისში, 2001-2 წელს, 1 თუ 2001-2 წელს რა მოკლედ რა და ეს იყო ძალიან ფსიქოლოგიურად გარდამტეხი მომენტი რუსეთში სექსუალური ცხოვრების კუთხით. ანუ ეს რეალურად ამერიკული სექსუალური რევოლუცია მაშინ, როდესაც დაიწყო, არც დასრულებულა და სხვადასხვა ქვეყნები მოიქცვა, ანუ გარყვნილების პროპაგანდის შეტანის ამბავში და აი ამ კლიპში არის ნაჩვენები, შეხედეთ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას არც აქვს ნანახი, ინგლისური ვერსია შეიძლება აქვს მოსმენილი, ბევრს არც ეცოდინება. აქ არის ნაჩვენები კადრები, აი ნახეთ, მე ხა 25 კადრებს ვიკულევ და შეხედეთ აქ რა არის ნაჩვენები, რომ მე გავგიჟდი, თითქოს და მე გავგიჟდი, ეს გოგოები ძახიან, ლესბოსელობის პროპაგანდაა, ანუ რაღაც ახალი შევიდა, ესე ვთქვათ, რუსულ ცხოვრებაში, რაც აქამდე არ თქმულა, ეს თავისით ვერ დაიბადებოდა რუსულ რეალობაში, რა თქმა უნდა, ლესბოსელები და ისინი მამათმავლები მანამდეც იყვნენ რუსეთშიც და ყველგან, მაგრამ ეს უკვე არის პროპაგანდა უბრალო ხალხზე, აი უბრალო ხალხისთვის მწვანის ანთება სექსუალური ცხოვრების ამ მიმართულებისთვის რა. და აქ არის ნაჩვენები ის, რომ ეს ორი გოგონა ერთმანეთს ესე იგი როგორ ეფერებიან, რომ ეს არის თითქოს კი მე გავგიჟდი, მაგრამ ჩემთვის ეს არის ნორმა და აი აქ გისოსებს მიღმა და აი ამ გალიების მიღმა რო დგანან, აი ამით არის ნაჩვენები, რომ ეს არის თითქოს ბერლინის კედელივით აღმართული რკინის გისოსები, თითქოს და წინა და ძველი თაობების კომპლექსები, ეს არის ნაჩვენები ეს სიმბოლურად, ესენი თითქოს იქით არიან და დანარჩენი მოსახლეობა უფროსი თაობა აქეთ არიან, რომლებიც განსჯიან მათ და რა თქმა უნდა ცუდ შეფასებას უკეთებენ. ანუ ეს ძალიან ფსიქოლოგიურად რუსეთში ეს იყო ძალიან გარდამტეხი მომენტი ეს კლიპი რა. ამის მერე წამოვიდა მასობრივად უკვე მამათმავლური და ლესბოსელური ცოდვის პროპაგანდა და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროპაგანდის მხარდაჭერა და ზოგადად აი ამ ცხოვრების ფერხულში მონაწილეობა და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, შეხედეთ. აი, პირდაპირ არის ნაჩვენები დემონი, შავთვალებიანი, ხედავთ? დემონი, რომელიც ამ ყველაფერს კურირებს.